თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარდება. აღნიშნულთან დაკავშირებული განკარგულება პრეზიდენტმა ოფიციალურად გამოსცა. მსჯელობის და კონსულტაციის ბოლო ფაზაში და სულ მალე ვიქნებით მზად იმისთვის, რომ საზოგადოებას წარუდგინოთ ჩვენი კანდიდატი თბილისის მერობის, ისე როგორც მთელ რიგ წერტილებში კანდიდატები და მაჟორიტარობის კანდიდატები. საქართველოს ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი, რომელიც გამოყენებული არის ამ შემთხვევაში დროებით ინსტრუმენტად, რომ მოახდინოს კონსტიტუციის გადმოტანა და კონსტიტუციის აღსრულება და იმ მუხლების აღსრულება, რომელიც არის ჩვენს უმაღლეს დოკუმენტში. შესაბამისად დანიშნულია 4 ოქტომბრის არჩევნები, რომელიც გახლავთ გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციით და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ხალხის ხელში. მშვიდობიანი ფორმით განხორციელდეს პოლიტიკური ცვლილება. ყველა იმ რეგიონში, სადაც მაღალი რეიტინგი გვაქვს ჩამოყალიბდით კანდიდატებზე, ამა თუ იმ ფორმით, ცალკეულ რეგიონებში უშუალოდ საარჩევნო კამპანიას გეგმავთ. ერთ-ერთი რაც საბოლოო განსაზღვრება გვექნება მაინც თბილისის და რამდენიმე რეგიონის არის, რომელიც უბრალოდ პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანია და დამატებით ყურადღებას ითხოვს. ეს მიზანია, რომ მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ შედეგები წინა წელთან შედარებით. თუ ეს მიღწეული იქნება, ჩავთვლით, რომ წარმატებით ჩავატარეთ კამპანია და იქიდან გამომდინარე, რომ ეს მთელი ერთი წელი ეს სრულიად არაადეკვატური პოლიტიკურ გარემოში ერთ-ერთი პოლიტიკური ძალა ვიყავით, რომელსაც ადეკვატურობას ინარჩუნებდა და პრინციპულობას ინარჩუნებდა და სულ აპარაკობდა თავის ამორჩეულთან, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამორჩეული სათანადო დააფასებს. 4 ოქტომბერს არ ტარდება არჩევნები, 4 ოქტომბერს ტარდება რუსული სპეცოპერაცია, რომლის მთავარი მიზანიც არის საქართველოში ივანიშვილის ხელისუფლებისთვის რაიმე ფორმით ლეგიტიმაციის მიცემა. მეტი არაფერს არ ემსახურება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ 4 ოქტომბერი ქართული ოცნებისთვის არ იქცეს გამარჯვების დღე და პირიქით იყოს მისი პოლიტიკური ტრაგედიის დღე. ჩვენ რასაც ხედავთ ოპოზიციისგან არის, რომ ერთი ნაწილი პირდაპირ ბოიკოტის რეჟიმშია და სულ არ აინტერესებს არც მოსახლეობა და არც არავინ, ოღონდ საკუთარი თავი იყოს კარგად და მეორე ნაწილი აი ასეთ რაღაც ლიმბოშია მოქცეული, რომ თან აღიარებს, თან არ აღიარებს, თან უნდა რომ მიიღოს მონაწილეობა, თან კანონებს არღვევს სხვადასხვა წესით. მათი ნება ეს აჯაფსანდალი, ჩვენ კაფიო პოზიციით, კაფიო დაპირებებით, კაფიო მიზნებით შევდივართ ამ წინასაარჩევნო პროცესში, შევედით ამ წინასაარჩევნო პროცესში და სწორედ ეს გვაძლევს იმის იმედს, რომ ჩვენ მუნიციპალურ არჩევნებზე დამაჯერებლად გავიმარჯვებთ. მზია ამაღლობელს 2 წლით პატიმრობა შეეფარდა. სასჯელი საათხოვა დაკავების დღიდან 12 იანვრიდან იწყება. ასეთია მოსამართლის გადაწყვეტილება. თბილისში ეს არის საკუთარი თავის და სახის გადარჩენის მცდელობა და სამართალთან ამას საერთო არაფერი არ აქვს. სინამდვილეში ეს არის არა განაჩენი, მე მინდა სწორად რაიბოს საზოგადოება, არამედ დასჯის დემონსტრატიული აქტი. აბსოლუტურად უინტერესოა 4 წელი იქნებოდა თუ 2 წელი. იმიტომ რომ ჩვენ ვსაუბრობთ იმავე ქმედებაზე, რაზეც ვსაუბრობთ ამდენი ხანი. აბსოლუტურად არ არის სამართალი და გეტყვით ახლა რატომ არ არის სამართალი. მე წინა პროცესზე მოსამართლეს მივუთითე ერთი საქმე დეტალურად და მინდა რომ მედიამ ყურადღება გაამახვილოს ამ საქმეზე. ეს არის ასეთივე საქმე, სადაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა პანგური ამოარტყა პოლიციამ. იმ შემთხვევაში სასამართლომ თქვა, რომ ეს არ არის თავდასხმა, დიახ, და იმ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა პირობითი მსჯავრი, არც ერთი დღე პატიმრობა. ეხლა შეადარეთ ის საქმე, მზიასილის საქმე. სხვაობა რაშია იცით? იქ დაზარალებული იყო პატრულ ინსპექტორი, რიგითი პატრულ ინსპექტორი. ამ შემთხვევაში დაზარალებული არის ბათუმის პოლიციის უფროსი. თავდასხმა რო აბსურდი იყო, დადასტურდა რა თქმა უნდა ეს, მაგრამ განაჩენი რაც არის, ეს არის აბსურდი. მზიამაღლობელი 2 წლით ციხეში არ უნდა გამოიკეტოს, მზიამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, იმიტომ რომ მას რაც ჩაიდინა ეს დანაშაული არ არის დანაშაული, ის კვალიფიკაცია არის არასწორი და
უნდა გათავისუფლდეს. მაინც ვერ გაბედა სახელაშვილმა მზიამაღლობელის გამოშვება საპატიმრო დაწესებულებიდან დღეს და ახლა და აქ ამ დარბაზიდან ვერ გაბედა ეს, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ შემდეგი აპელაციის ეტაპზე მზიას დანაშაულობა სრულად ამ ქართულ სასამართლოებში დადასტურდება. ხალხო, შეუძლებელია, რომ სილის გაწვის გამო ადამიანს თავდასხმას ედავებოდეს. ნამდვილად იქნებოდა ადეკვატური სხვა სასჯელის გამოყენება, სამწუხაროდ ეს სასამართლომ არ გააკეთა. როგორც ჩანს, ქართული ოცნების განზრახვა, რომ მზიამაღლობელი უნდა დაისაჯოს და ეს სასჯელი უნდა მატერიალიზებული იყოს, ის უნდა ციხეში იჯდეს. ეს განზრახვა შეასრულეს, თუმცა სასჯელის შემცირებით, უფრო დაბალი კვალიფიკაციის მიცემით, მათ თითქოს გარკვეულ კომპრომისებზე წასვლას აჩვენეს, თუმცა რა თქმა უნდა, სასჯელის უსამართლობა ისევ ძალიან მძიმე ფაქტორია. როცა საზოგადოებამ ყველაფერი თქვა თავისი სათქმელი, ეს ნიშნავს, რომ ამ რეჟიმს აღარ აქვს არანაირი გამბედაობა. არც იმისი, რომ თავისი ბოლომდე გაიტანოს, არც იმისი, რომ ნამდვილად დაიხიოს უკან. რჩება სადღაც ამ ნეიტრალურ ზონაში, საიდანაც გონია, რომ გამოძვრება და ვერ გამოძვრება. საქართველოს რკინიგზა ფოთი-თბილისი ფოთის მიმართულებით კვირაში 4-ჯერ რეგულარულ საკონტეინერო ბლოკ მატარებელს ნიშნავს. იქნება ფოთიდან და ბათუმიდან თბილისის მიმართულებით. ეს არის სიახლე და გაუმჯობესებული სერვისი ჩვენი მომხმარებლისთვის, რომელიც საშუალებას აძლევს ჩვენ მომხმარებლებს, რომ პორტებში მიღებული ტვირთები ჩამოიტანონ თბილისში. წინასწარ დადგენილი გრაფიკი იქნება, ყოველდღიური გრაფიკი იქნება ბლოკმატარებლის და განსაზღვრული დროებით. ამ ბლოკმატარებლებით საქართველოს რკინიგზას გაეზდება შემოსავალი, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრი ტვირთი დადის ავტომანქანებით, ეგრეთ წოდებული ტრაილერებით. შესაბამისად, ჩვენ მოვახდენთ იმას, რომ გარკვეული მოცულობის ტვირთები წამოვიღოთ ჩვენი სატვირთო გადაზიდვების მატარებლებით. ფოთსა და თბილისის შორის რეგულარული საკონტეინერო ბლოკ მატარებლების მიოსლა უზრუნველყოფს უფრო ჩქარ გადაზიდვას საკონტეინერო გზავნილების ქვეყნის შიგნით. ეს რა თქმა უნდა გაზდის ასევე ფოთის სპორტის ეფექტიანობას და უფრო ნაკლებ ხარჯიანი იქნება ეს გადაზიდვები ქვეყნის შიგნით. ამასთანავე მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ ეს გადაზიდვები არის ეკოლოგიურად მეგობრული და შესაბამისად ეს არის თანამედროვე გადაზიდვის ფორმა.